მე-19 საუკუნის ბოლოს ბორჯომში მინერალური წყლების პარკის შესასვლელთან აიგო სახლი, რომელიც თავისი არქიტექტურით მკვეთრად გამოირჩევა ბორჯომის განაშენიანებაში. ეს არის ყოფილი სასტუმრო ფირუზა, აგებული თბილისში ირანის იმდროინდელი გენერალური კონსულის მირზა რეზა ხანის მიერ. ის ასევე ცნობილი იყო მეორე სახელით არფა დოულე. მირზა რეზა ხანი გვიანყაჯარული პერიოდის ირანის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურაა. ის იყო არა მხოლოდ პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, არამედ ასევე პუბლიცისტი, პოეტი, კოლექციონერი და არქიტექტურის დიდი მოყვარული ადამიანი. ეს არის სასტუმრო ფირუზა. ის თავიდანვე იყო სასტუმროდ ჩაფიქრებული. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მოგზაურები აღნიშნავდნენ უცხოელებით, ქართველებით, რომ ეს იყო ნამდვილად ძალიან გამორჩეული შენობა, რომელიც იყო აგებული ირანის კონსულის მირზა რიზა ხანის მიერ, არფა დოულეს მიერ, რომელმაც საკონსულოში მუშაობის პერიოდში შეიძინა მიწის ნაკვეთი მეფის ნაცვლის სამფლობელოები იყო პრინციპში დომენი და ააგო სასტუმრო თავისი მეგობრებისთვის და თავისთვის და ასევე საკუთარი სახლით, რომელიც ცოტა ზევით არსებობდა. დღეს შეგვიძლია რომ დავთქვეთ ამ შენობის სილამაზით და მშვენიერებით. სასტუმროს სახელწოდება ფირუზა მთავარ ფასადზე სამენაზეა დატანილი სპარსულად, ფრანგულად და რუსულად. აქვე აღნიშნულია მის მფლობელის სახელი მირზა რეზა ხანი და მითითებულია მშენებლობის თარიღი 1892 წელი. აივნის შუაში გაკეთებულ ვრცელ სპარსულ წარწერაში იხსენიება მისი დეკორის შემქმნელი ოსტატი მირზა მოჰამად ყაზვინი. ეს ბოლო სიტყვა მის სახელში გვაფიქრებინებს, რომ ის ირანიდან იყო კერძოდ ქალაქ ყაზვინიდან. ფირუზა დიდი ორსართულიანი შენობაა, მის არქიტექტურაში შერწყმულია ევროპული არქიტექტურის პრინციპები და ირანული დეკორატიული დიზაინი. ეს ყველაზე კარგად ჩანს მთავარ ქუჩისპირა ფასადზე, სადაც ევროპულ ყაიდაზე გადაწყვეტილ და გაფორმებულ გვერდით ნაწილებს შორის შუაში აღიმართება ორი სართულის სიმაღლეზე ხის დიდი აივანი, მდიდრულად მოხარატებული დეტალებით. განსაკუთრებით უხვი შემკულობით გამოირჩევა მეორე სართულის ღრმა აივანი. აქ გამოყენებულია ყაჯარული დეკორატიული ხელოვნების მთელი რეპერტუარი, სარკით ინკრუსტაცია, სტუკოს ორნამენტი, ფერწერული დეკორი და სხვა. აივანზე გამოსასვლელი კარისა და ფანჯრების თავზე მოთავსებულია 5 პორტრეტული გამოსახულება, რომლებიც წარმოგვიდგენს შუაში ირანის იმდროინდელ მონარქს ნასერ-ედ-დინ შაჰს, მის მარცხნივ მის ძეს, ტახტის მემკვიდრე უფლისულს, მარჯვნივ ირანის იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს, ხოლო კიდეებზე ორჯერ არის წარმოდგენილი სახლის მფლობელი თვითონ მირზა რეზა ხანი. ეს არ იყო ჩვეულებრივი სასტუმრო, ეს იყო მაინც უმაღლესი რანგის სამეფო პერსონებისთვის და ესეთ მაღალი არისტოკრატიისთვის განკუთვნილი და ამავე დროს იყო გარკვეულწილად პოლიტიკური აქტიც, იმიტომ რომ ის პორტრეტები, რომლებსაც ხედავთ ჩვენ აქ აივანზე, ეს პორტრეტები არის აქ წარმოდგენილია გალერეა მთელი უმაღლესი ხელისუფლების ირანის. ძალიან საინტერესოა შენობა ბევრი თვალსაზრისით, იმიტომ რომ წმინდა არქიტექტურული კუთხით ის არის საინტერესო, იმიტომ რომ ძალიან კარგად ერგება ამ ლანდშაფტს, სადაც ძალიან მრავალფეროვანი არქიტექტურული სტილების
ერთობა არის წარმოდგენილი ბორჯომში აქ და ამავე დროს ეს არის ტიპიური ძეგლი, რომელშიც გაერთიანებულია აღმოსავლური, დასავლური და ქართული სხვათა შორის ქართული ელემენტებიც. ეს პრინციპში არის პერიოდი, როდესაც მე-19 საუკუნის 80-იან 90-იან წლებში რუსეთის იმპერია ნერგავს ეგრეთ წოდებულ ორიენტალიზმს თავის იმპერიაში. ორიენტალიზმი იყო ძალიან პოპულარული მიმდინარეობა მთელ მსოფლიოში და რუსებს სჭირდებოდა თავიანთი აღმოსავლეთი. და ესეთ აღმოსავლეთად ისინი მოიაზრებდნენ კავკასიას იმ ეტაპზე, რადგანაც ჯერ შუა აზია ესე ბოლომდე არ იყო შემოერთებული. თვითონ ფასადები არის ევროპული, ხედავთ თქვენ აქ არის ნაძერწი, ძალიან ევროპული ელემენტები, ანგელოზები, სხვადასხვა ანტიკურ ღვთაებებს რომ მოგვაგონებს ესეთი ფიგურები, ამავე დროს აქ არის ხის ჭვირული აივანი, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევს შენობას, რომელიც ძალიან დამახასიათებელი არის ქართული არქიტექტორისთვის და ამავე დროს არის აღმოსავლური ეს აივნის დეკორი, რომლის მოსართავად სპეციალურად ყაზვინიდან ჩამოიყვანა მირზა რეზახანმა ოსტატები. შიდა ეზოები და შიდა შადრევნები აუცილებელი ნაწილია ირანული სახლების და ამიტომ ყველგან აკეთებდნენ ისინი. თვითონ ამ შენობის ამ მდგომარეობამდე მოსვლის ისტორია ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ საერთოდ 90-იან წლებში აქ გაჩნდა ხანძარი რამდენჯერმე და საშინელ მდგომარეობაში იყო. უკანა ნაწილი, აი შიდა ეზო და უკანა ფასადები საერთოდ დანგრეული იყო. საბჭოთა პერიოდში სასტუმრო ფირუზეს შენობა სანატორიუმად და დასასვენებელ სახლად გამოიყენებოდა. პოსტსაბჭოთა პერიოდში ის დაზიანდა და შეექმნა დანგრევის საფრთხე. 2010-2016 წლებში აქ ჩატარდა სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები, რომლებიც შეეხო არა მხოლოდ მის სტრუქტურულ მდგრადობას, არამედ დეკორსაც, კერძოდ დეკორის რესტავრაციაზე მუშაობდნენ ირანიდან საგანგებო ჩამოყვანილი სპეციალისტები. 2016 წლიდან შენობაში ფუნქციონირებს სასტუმრო Golden Tulip ბორჯომი.